საქმეს აღამოს ვაგრძელებ შოთა ტყეშელაშვილთან ერთად, რომელიც უერთდება ჩვენს სტუდიას პარასკევის ტრადიციით შოთა საღამომშვიდობის გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ბიზნეს ამბები უნდა მიმოვიხილოთ. მათ შორის რამდენიმე ასე ვთქვათ უკავშირდება იმას, რომ ჩვენს ეთერებშიც იყო ცხადია ამ თემებზე საუბარი. იმით დავიწყოთ, რაზე გამახვილებდი შენ პირველ რიგში ყურადღებას მაყურებლის. დიახ, ეს კვირა დაიწყო იმით, რომ გავიგეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 100 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო, ეს დაახლოებით არის 745 კილოგრამი ოქრო. ეს არის მეორე შესყიდვა, რაც ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქროს მიმართულებით განახორციელა. პირველად შეძენილი იყო 2024-ის გაზაფხულსა და ვიცით, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ 500 მილიონ დოლარად ნაყიდი ოქროს ფასი ახლა უკვე აღწევს მილიარდ 40 მილიონ დოლარს, ხოლო ახლა შეძენილი იქნა ოქრო უნციაზე 4170 დოლარად, დაახლოებით ორჯერ ძვირია ვიდრე წარსულში, თუმცა ეს მაინც უფრო მცირეა ვიდრე ოქროს ფასი, რაც იყო რამდენიმე თვის წინ. სწორედ აღნიშნულს ელოდებოდა ეროვნული ბანკი, რომ ოქროს რეზერვები შეევსო, რადგან ამჟამად ოქროს ფასი პიკურ პოზიციებზე არ არის და როგორც ჩანს, სებში მოელიან, რომ მომავალში შეიძლება ის კიდევ გაიზარდოს. სწორედ ამიტომ მოხდა აღნიშნული შესყიდვა. ოქრომ სხვათა შორის მოახერხა ის, რომ რეზერვები, რომელიც ეროვნულ ბანკს ბოლო პერიოდში დაუგროვდა, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი რეზერვების მოცულობის ზრდისა იყო ოქროს ღირებულების გაზრდა, როდესაც ეროვნულ ბანკმა შეიძინა დიდი მოცულობით ოქრო, მაშინ პიკურ ღირებულებასთან ახლოს არ იყო. ოქრო შესაბამისად სავარაუდოდ, ასე ვთქვათ, კიდევ ზრდის, ეროვნული ბანკი როგორც წესი ოქროს სტაბილურობისთვის და დიახ, პროგნოზი არის, რომ 25%-მდე უნდა გაზარდოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს წილი, ამჟამად არის 15.9%, ანუ დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძლება მომავალში კიდევ შეისყიდოს ეროვნულმა ბანკმა. საინტერესო ინიციატივა, ასე ვთქვათ, ესეთი სამსჯელო ინიციატივა ჰქონდა სახელმწიფოს, უკვე გზების მოვლის სახელმწიფო სტრუქტურა უნდა შეიქმნას. რა ხდება ამ თემის გარშემო, რა მოსაზრებები გამოითქვა და საერთოდ რა პროექცია საუბარი, რა უწყებაზე. დიახ, გავრცელდა საკმაოდ საინტერესო ინიციატივა მთავრობის მხრიდან, უკვე კანონპროექტის სახით არის მხარდაჭერილიც კიდეც პარლამენტში. საუბარი არის იმაზე, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გორის ზესტაფონის მონაკვეთის მოვლა პატრონობა ასევე შენახვა და პერიოდული შეკეთება უნდა განახორციელოს სპეციალურად ამ მიზნისთვის დაფუძნებულმა სახელმწიფო კომპანიამ, რომელმაც შესაძლოა მომავალში კიდევ სხვა გზების მოვლა პატრონობა და შეკეთებაც ჩაიბაროს. მთავრობის მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შეიძენენ 119 ერთეულ სპეცტექნიკას და ასაქმებენ 173 ადამიანს, ხოლო პირველადი ბიუჯეტი ამ კომპანიის შექმნისთვის დაახლოებით 63 მილიონი ლარის კაპიტალდაბანდება იყო. აღნიშნულ ინიციატივას მოყვა საკმაოდ მწვავე გამოხმაურებები კერძო სექტორის მხრიდან, რადგან უკვე არაერთმა მსხვილმა კონტრაქტორმა საინჟინრო და საგზაო მიმართულებით დააფიქსირა პოზიცია, რომ ეს არის გარკვეულწილად შებრუნება იმისკენ, რასაც უფრო მეტად სახელმწიფო კაპიტალიზმი ჰქვია და ბიუროკრატიული ერთ-ერთი კიდევ რაღაც მექანიზმი თუ ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნება და გზები გასწორდება. დიახ, თუმცა მთავრობის არგუმენტი არის ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თუ კი მაგალითად სტიქიური ვითარება იყო ან ხდებოდა რაღაც გადაუდებელი აუცილებლობა გზის შეკეთების, ამისთვის ტენდერის გამოცხადება, შემდეგ პროექტირების მომზადება და ასე შემდეგ ვადებს წელავდა და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გზები შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაზიანებულიყო, ხოლო ახალი სახელმწიფო კომპანია უფრო მეტად პრევენციულ ნაწილობრივ მუნიციპალიტეტების ფუნქციასაც კი, პირველ რიგში არის საუბარი იმაზე, რომ ჩქაროსნული მაგისტრალის მოვლა შეკეთების ფუნქციები გადაიბაროს, თუმცა შიდა გზებზე არ არის საუბარი. ჯერჯერობით არა, თუმცა არაა გამორიცხული, რომ თუ კი სტიქია მოხდება, შიდა გზებით შეაკეთოს აღნიშნულმა კომპანიამ. ხო, საინტერესოა ამ უწყების შექმნაც და IMF-ის განახლებული პროგნოზი, კიდევ ერთი ამბავი მიმდინარე კვირიდან. დიახ, კვირის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა მისიის შეფასება, საკმაოდ საინტერესო
მაჩვენებლები აქვთ აღნიშნული, მოელიან რომ საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს გაიზრდება 6.5%-ით, რაც გაზრდა არის წინა 5.3%-ის პროგნოზთან, ასევე მოელიან შედარებით გაზრდილ ინფლაციას, თუმცა პროგნოზის თანახმად 2027 წელს 3%-ს უნდა დაუბრუნდეს ინფლაცია, ანუ ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის პროგნოზს იზიარებენ, ამასთან დადებითად შეაფასეს სების გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით. ხო, IMF-ის და მე ვახსენე რამოდენიმე წუთის წინ რომ მსოფლიო ბანკმაც გამოქვეყნა საკუთარი პროგნოზი ეკონომიკურ ზრდაზე შეამცირა 5%-მდე. სანაცვლოდ კი საპირისპიროდ შეამცირა. კი და ამ შემთხვევაში არ ემთხვევა IMF-ის პროგნოზს. მსოფლიო ბანკი უფრო რაღაც კონსერვატიულ მიდგომას და რაღაც დადებით ტენდენციებს გართulis რომ წლის ბოლომდე ასე შეიძლება გაგრძელდეს მიუხედავად იმისა, როგორც ვახსენეთ, რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მსოფლიო ბანკმა ამ შემთხვევაში შედარებით გაზარდა. მადლობა შოთას ჩართულობისთვის, შოთა ტყეშელაშვილი იყო საქმიანი საღამოს პირდაპირ ეთერში.